უნგრეთი უცხოძალების მიერ დაფინანსებული სოროსის ქსელის და არასამთავრობოების წინააღმდეგ დღემდე იბრძვის. სოროს თავისი დღის წესრიგი აქვს. მის ქსელში ერთიანდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია საშუალებები და აკადემიური ინსტიტუტები, რომლებიც ეგრეთ წოდებულ ღია საზოგადოების გზით უპირისპირდებიან ეროვნული სუვერენიტეტის დამცველ მთავრობებს. მთავრობებს, რომლებიც საღ აზრს ემხრობიან, ვიბრძვით ამ უცხოური ძალის მიერ დაფინანსებული ქსელის წინააღმდეგ. რომ დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი, USAID აფინანსებდა უნგრეთში მთავრობის ლიბერალურ ოპონენტებს. ეს უდიდესი კორუფციული სკანდალია. ტრამპმა USAID-ის დაფინანსება გააუქმა, თუმცა ახლა ცდილობენ, რომ ბრიუსელის დაფინანსების სტრუქტურები გამოიყენონ ამ აქტივობებისთვის. ამიტომაც ჩვენთან ბრძოლა გრძელდება, რადგან ბრიუსელის ინსტიტუტები უჭერენ მხარს მედიას, NGO-ებსა და სხვადასხვა ინსტიტუტებს, რომ დაუპირისპირდნენ კონსერვატორულ ძალებს. ეს არის ბრძოლა ბრიუსელსა და წევრ სახელმწიფოებს შორის. ჩვენ მშვიდობას ვემხრობით, თუმცა უწუხვა, რომ ევროპის შიგნით ჯერ კიდევ არიან ძალები, რომლებიც ომის გაგრძელებისკენ ისწრაფვიან, თანაც ისე, რომ ამის სტრატეგიული საფუძველი არ არსებობს.